ბარიატრიული ქირურგია არ არის მარტივი გზა, ბარიატრიული ქირურგი ზოგადად ოპერაციულ ჩარევამდე, როცა მიდის გადაწყვეტილებამდე ადამიანი ყოველთვის რთულია ეს გადაწყვეტილება მიიღო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოპერაცია თავისთავად გულისხმობს რისკებს, გართულებებს, მაგრამ იქ შემთხვევებში, როდესაც ყველა სხვა გზა მოსინჯულია, გამოცდილია და შედეგი ვერ მიიღეთ, დგება ჯერი ბარიატრიული ქირურგიის. კვებაზე დამოკიდებულება დაავადებაა, რომელსაც სჭირდება მკურნალობა. ბარიატრიული ქირურგია ამ კვებაზე დამოკიდებულებას არ კურნავს, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციების შემდეგ დაახლოებით 8 თვე 1 წელი შიმშილის გზნობა კლებულობს, მაგრამ რჩება მეხსიერებითი შიმშილი, რაზეც პაციენტი დამოკიდებულია, ოპერაციამდე ასეთი წესით ცხოვრობდა. ამ შემთხვევაში, როდესაც პაციენტები არიან კვებაზე დამოკიდებულები, ოპერაციის შემდეგაც უჭირთ გარკვეული ჩარჩოებში ჩაჯდომა და რეკომენდაციების დაცვა, რა დროსაც ჩართულები არიან ფსიქოლოგები მუშაობენ კვებითი დარღვევების გამოსწორებაზე და ესე მულტიდისციპლინურად ჩართულია ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, ფსიქოლოგი, ბარიატრიული ქირურგი, ეხმარებიან პაციენტებს, რომ მიიღონ შედეგები, რაც თავიდანვე დაიგეგმა, გართულებების გარეშე და სიურპრიზების გარეშე.